კითხავი არის და მასთან ვიყავიო. მაგენი მუშაობენ პირდაპირ დემონებთან. დემონები ყავთ, რომლებსაც ყვებავენ ვინც მიდის იმ ადამიანებით. ამ ქალმა ჩამიტარაო რიტუალიო. რაღაცეები ჩამიტარა ამ ქალმა. ხალიჩასავით მაგაზე დამაყენა ორივე ხელი და შუბლი მიადევა. დაშინელი ტკივილები დამეწყო, ხელზე გადავიდა, მარცხენა მხარეს, თავი, შუბლი, ყველაფერი და ხელი და მარჯვენა მხარეს გადავიდა და წამიერად გაქრა ეგ ტკივილი. ხელები და ფეხები არის ენერგო გამტარი. მან შენ ტკივილი რო განგაცდევინა, მაგ ტკივილში დაიწვა შენი სულის ენერგია და გამოყვება მისი დემონი. მიხვედი დატოვე სიცოცხლის ენერგია წამოხვედი. ნოხს იყენებენ, იმის უკან იქნებოდა ან წარწერები ან რაღაცეები, ხვდები ნიშნები და მაგითვა ხალიჩა ჩამოფარებული. შენ მიხვედი დახმარებისთვის და მან წაიღო ენერგია, იმიტომ რომ ისინი ამაზე მუშაობენ. მაგათი მთელი ენერგო ინდუსტრია მაგაზია დამოკიდებული, იმიტომ რომ მიზიბნელი რო არ გამოყვებას ის შეჭამს. შავებში ჩაცმულმა ქალმა გაგიგეთა ჯადო და სანთელი დაანთეო აპატიო ამ ქალს და ღმერთს მადლობა გადაუხადე. სინამდვილეს ჯადო გაგიკეთა მაგან. ჯადო კი არ გაგიკეთა. ჯადო ქვია ყველა ამ პროცესს. რატო გითხრა აპატიო იმას? მან ხო შენ წაგართვა ენერგიები. სამყაროს გულში გამოჩნდა რომ ამ ქალმა შენ წაგართვა ენერგიები. კარმამ რო არ იმოქმედოს, გეუბნება რომ წადი წაზაში და აპატიე და ილოცეო. მე მომხსენი პასუხისმგებლობაა. ეს იგივეა რომ თქვენ სარჩელი გამოიტანოთ უკან სასამართლოდან. სამყარო ამას ესე უყურებს და მას გარკვეულწილად პასუხისმგებლობა ეხსნება. მითხრა რომ შავი მაგია არის შენზე ჩართულიო, ჭირდებაო კვეთებულის ლოცვები. რომ აქ ერთ რაღაცას მამა აკაკი რო ატარებს მეთქი და კიო, მაგრამ ერთ რაღაცა შემოვიდან ეხლა აქო და მე გადადის მაგ ქალზე. ანუ ვისთანაც გამიშვა. საიდან დაადგინა რომ შენ გჭირდებოდა ჯადოს მოხსნა. თუ თავად სპეციალისტი არ არის. თუ თავად სპეციალისტია სხვასთან რატო გაგიშვა? ხვდები ლოგიკას? აქ ლოგიკა ერთია. თავად როდესაც ვერ უკლავდება რაღაც სამუშაოს, გზავნის მათთან და ესე კარუსელზე ატარებენ. რაც უფრო ხშირად დადის ადამიანი მკითხავთან და თითქოს და მკურნალთან, მით უფრო პრობლემები ეწყება. აი ეხა იგივე არის, რომ ეხა ვიღაცამ გასესხოთ 100 ლარი და გადასახდელი ქონდეთ 20,000 ლარი. თითოეულ მისვლაზე გიორმაგდება თვალი და ეს ვალი გამოიხატება პრობლემებში, რომელიც გექმნებათ მომავალში და რომლის მოგვარებისთვის მიდიხართ შემდეგ მასთან და რომლის წყაროც სწორედ ის არის. სინამდვილეში არანაირი ჯანსაღი გაცვლა არ ხდება. მე მითხრა რომ რაღაცებს გაგიკეთებენო და ამიტომ მოგიწევს ხშირად მისვლა. მეო ხშირად ავდივარ, ეგ რო არ მყავდესო რამე შველებოდა. ხამდეო არ ვიქნებოდიო. ეს ქალთან გამგზავნა. ერთხელ რომ მივა ადამიანი, თუ ხშირად არის არა, უკვე ეწყება სერიოზული პრობლემები იმ ადამიანს. თითოეული მისვლა არის დაინფიცირება. ან უნდა წაიყვანოთ ვინმე თქვენი ნათესავი, ან მეგობარი. სავარაუდოდ მაგას აკეთებს, მაგიტომ თქვა რომ მე ხშირად ავდივარ, იმიტომ რომ ერთხელ და ორჯერ და სამჯერ და სამსახურს რო გაგიწევ კონტრაქტს კიდებს რაღაცეებში და მე ვაღარს ვეღარ ამბობ. ამ ადამიანებს რო უშვებს, კარგად გძნობ თავს, ხო, იგძნობს ხა კარგად თავს, კლიენტებს უგზავნის და ის იქედა ენერგიის პროცენტს ალბათ ამას უგზავნის. მომსახურების სახით. ბრჭყალებში რომ მიდის თითქოს და გასაწმენდად იღებს ენერგიას. თქო ეს პირდაპირ კი არ ხდება, ეს ხდება ირიბად. ენერგია საიდან იღებს? კითხავი აძლევს? თუ პროცენტს იღებს იქედან, რომლებსაც ის ადამიანები ტოვებენ, რომლებსაც ის გზავნის. ჩემს საჩოკია ეს ყველაფერი. როგორც ჩანს, ამ ყველაფერმა მიიღო ესეთი ირიბი ფორმა, გაუაზრებლად თუ გააზრებულად და საერთო რაღაც ქსელად არის ჩამოყალიბებული სისტემურად. ირიბი არა პირდაპირ ერთმანეთზე არ ლაპარაკობენ, იციან ვინ არის, ერთმანეთს უღიმიან, ხელს ართმევენ, თანამშრომლობენ და შეხმატკივრებულად არიან. ამ ყველაფერში წნეხში ვინც ექცევა, გაუცნობიერებელი ხალხი. თორე ესენი ყველაფერს ხვდებიან შესანიშნავად და თავადაც თავებს შვენივრად იცავენ.